ისევ დაპირისპირება თბილისში და ისევ ცემატყება და ერთმანეთის ლანძღვა გინება რა ამ საგიჟეთში ვართ და დასასრული არ უჩანს ეხა საბურთალოზე რაც მოხდა საბაბუაძე რო ლელოს წარმომადგენელმა ვიდეო დადო და ერთი ამბები ატეხილი რომ ტიტუშკები და ის და ეს არაფერი ტიტუშკები მანდაც არავინ ტიტუშკა არ ყოფილა მანდაც ჩაოლებივად ის ადამიანები იყვნენ ვინც რო დაინახეს ბუაძე ვერ შეიკავეს აგრესია და შეაგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს და მაგას შეეწირა რამაზან მანდარია იმ გაგებით რომ მაგაც არც არავისგან შეურაცხყოფა არ ეკუთვნის და არც როგორ თქვა არც არავის შეურაცხყოფას არ გაუტარებს შესაბამისად მოხდა ის რაც მოხდა ვიცნობ მე მანდარიას ბავშვობიდან და მეგობრობდა ვახლობობდა კარგად ვიცი რა კაციც არის და ვინც არის ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ რომ მანდარია რა ის ტიპი არ არის რომ რამე პროვოკაციები გაუკეთოს ვიღაცას ან რაღაცა ეგეთი უკადრებელი იკადროს და არც ის ბიჭები არ არიან მეორე მხარეს ეგ ბიჭები რომ რა ეგეთი რამე იკადრონ პროვოკაცია და რაღაცები ამათი დაპირისპირება მოხდა იმ გაგებით და ის იყო მიზეზი რომ აი ბუაძე არის არასწორი პოლიტიკოსი და აი მაგ ბუაძის არასწორ პოლიტიკოსობას და არასწორ პოლიტიკას მოყვა ამ ადამიანების დაპირისპირება და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი და ვემიჯნები და უგმოვ ყველანაირად მაგრამ აი ისე უნდა დაუბრუნდე იმას რა რომ რამაზას კიდე ერთხელ ვიტყვი არც არავისგან შეურაცხყოფა არ ეკუთვნის და არც ის ბიჭია რომ ვინმე შეურაცხყოფა გაუტაროს მაგრამ საბაბუაძეს არ უნდა უკვირდეს რომ შეურაცხყოფას ვინმე აყენებს და რატო არ უნდა უკვირდეს ეხლა გეტყვით თუ ბუაძე გულწრფელი ადამიანია და მართალი კაცი ბუაძეს მაშინ პრეტენზია უნდა გამოეთქვა და აღშფოთება უნდა გამოეხატა მაშინ როცა ვაკეში ქართული ოცნების დეპუტატებს ვაშლებს ესროდნენ და ფორთოხლებს და რაღაცებს ხო ქუჩაში რო ხდებოდნენ ოპოზიციის მხარდამჭერები და შეურაცხყოფებს რო აყენებდნენ პოლიტიკოსებს და სპორტსმენებს და გამოჩენილ ადამიანებს იმიტომ მხოლოდ იმიტომ რომ ოპოზიციის გვერდით არიდგნენ აი მაგას ბუაძე ტაკს უკრავდა და თვითონ როგორც პოლიტიკოსი აი მაგ პოლიტიკის მხარგველია რომ საზოგადოება ერთმანეთთან დაპირისპირებაში იყოს და რაღაც უბედურება რომ დატრიალდეს ამ ქვეყანაში ამიტომ არ უნდა უკვირდეს ბუაძეს ეგ რომ ვიღაცამ არ ვიცი შეურაცხყოფა მიაყენა თუ რაც ქნა რაც შეეხება მანდარიას ხო მე ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ რომ ეგ კაცი ამ ქვეყნის მტერი არ არის და მაგ პატრიოტი კაცია და მართლა ჯერა იმის რომ აი ეგ ბუაძე და ოპოზიცია ამ ქვეყანას რამე კარგს მოუტანს ზუსტად ვიცი რომ აი თავიდან ბოლომდე ეგრე ჯერა და ეგრე წამს მაგ ადამიანს და მე რასაც ვფიქრობ რომ აი ოპოზიცია გაყიდულები არიან და ამ ქვეყანას დაანგრევენ და უბედურებას მოუტანენ თქო მაგაში ეჭვი არ ეპარება მაგ ადამიანს თორე არ დადგებოდა მაგად გვერდით გულწრფელად ჯერა მაგას რომ აი რაღაცა ოპოზიცია კარგის მოუტანს რამეს ამ ქვეყანას ღმერთმა დაგვიფაროს რომ მეც და რამაზაც და ის ბიჭებიც და საერთოდ ყველა ერთ ჭკუაზე ვიყოთ და ყველას ერთი მოგწონდეს და ყველას ერთი გვიხაროდეს ეს ნორმალურია და სულ ეგრე იყო ყოველთვის პოლიტიკური როგორ თქვა განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება ჰქონდა მე და მანდარიას მაგრამ ეს ჩვენ ურთიერთობაზე არასდროს არ ასახულა ამის გამო ერთმანეთს არც არასდროს არ დაუპირისპირებივართ არც შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია არასდროს და პირიქით მეგობრობთ და ვახლოვნობთ და ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და პატივს ვცემთ ერთმანეთს აი ესე უნდა იყოს პოლიტიკოსებიც აი ამას ვიძახი და ამას ვატრაკებ რომ ეს რაღაცა
ხელოვნურად არის ეს სიძულვილი და დაპირისპირება და ეს რაღაცა ქაოსი ხელოვნურად არის შემოგდებული. ჩემი ძმაკაცები, ჩემი შვილის ნათლი არის აი ლელოს ხარდამჭერი და მაგათი წევრი და აქტიური ხარდამჭერი. იმიტომ რომ მაგასაც ეგრე ჯერა და ეგრე წამს და რა ვიცი ლელოს კი არა პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობაში რო შევიდეს მაგკაც მე მაინც ვერასდროს ვერ შევიწულებ და ვერ დავკარგავ და რაღაც შეურაცხყოფას მიყენებას მაშინ მოვკვდე რომ ჩემ მეგობრებს და ჩემ უბნელებს და იმ ადამიანებს ვისაც ბავშვობიდან ვიცნობ და ვატვისცემ და მეგობრობ იმის გამო დაუპირისპირდე რომ რაღაცა სხვანაირი პოლიტიკური წარმოდგენები აქვს რაღაცაზე ხო 100%-ით მართალი და ჭეშმარიტი ხო არც ერთი არ ვართ არც მე არც თქვენ და არც არავინ ხო მაგრამ საზოგადოებაში რო დიალოგი შემდგარიყო და ოპოზიციას რო ეთქვა რომ არა ძალადობას არა ბულინგს არა უბრალოდ აი საზოგადოებას ველაპარაკოთ და არგუმენტებით ველაპარაკოთ და ამ დიალოგში მე ვინც ესე იგი თავის სიმართლეს დაამტკიცებს და უფრო მეტი არგუმენტი ექნება და უფრო მეტი მტკიცება იმის რომ ჭეშმარიტ იდეას ატარებს თუ რავი ჭეშმარიტ კურსს გვთავაზობს მე ავდგეთ და ყველა გავერთიანდეთ იმ ჭეშმარიტების გარშემო ხო ნაციც ქოციც და საერთოდ ყველა ვინც რა პოლიტიკური გემოვნების ქონი არ უნდა იყოს მაგრამ ამაზე ისევ ოპოზიციამ თქვა უარი იმით როცა კიდევ ერთხელ გავუმეორებ როცა ოპოზიციამ დაიწყო ადამიანების ბულინგი მხოლოდ იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ოპოზიციის აზრს არ იზიარებდნენ მაშინ დაიწყო ძალადობა ამ ქვეყანაში და მაშინ დაიწყო საზოგადოების განხეთქილება ბატონი საბა ბუაძე მართალი და ჭეშმარიტი და კარგი კაცი მაშინ იქნებოდა აი როგორც დღეს გმობდა ამ ძალადობას და ამ ადამიანებს ვის საქციელი როგორც დღეს არ მოეწონა ზუსტად იგივენაირად რომ გამოსულიყო და არ მოწონებოდა ის აქციელი როცა სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ქუჩაში ესროდნენ კვერცხებს, ვაშლებს და რაღაც ხილბოსტნეულს აი მაშინ იქნებოდა კარიკაცი ბუაძე რომ გამოსულიყო და გაეპროტესტებინა მაშინ და ეთქვა თავისი მხარდამჭერებისთვის რომ არ მოსულა ეს ადამიანზე შეურაცხყოფა და ადამიანის ბულინგი და ადამიანზე თავდასხმის განხორციელება მაშინ რომ მოწონდა ამ კაცს და ვითომ რო არ იმჩნევდა მაგის ბრალია ის რომ დღეს თავად შეემთხვა იგივე რაღაც და დღეს პირადად მაგას მიაყენეს შეურაცხყოფა და ეს გაგრძელდება ესე და თუ ქართულმა ოცნებამ დროულად არ იმოქმედა და აი ამ დაპირისპირების მხარგავი ადამიანები და ის ადამიანები ვინც ამ ყველაფერს გეგმავენ და მერე ახორციელებენ მაგ ადამიანების განეიტრალება თუ არ მოახდინა დროულად და ამ პროცესის შეჩერება აი ამ პროვოკაციებს და ამ ერთმანეთთან დაპირისპირებას ადრე თუ გვიან მოყვება უბედურება და ტრაგედია დატრიალდება ამ ქვეყანაში და მერე გვიანი იქნება ამიტომ უნდა ქმედითი ნაბიჯები გადადგას ხელისუფლებამ. ოღონდ ქმედითი ნაბიჯები ის კი არ იქნება რომ როგორც ეხლა ციხეში უზვით ვიღაცა აქტივისტები ჩვეულებრივი ეგრე ეხა მანდარია რო დაიჭირონ ეგ კი არ იქნება ნორმალური და ეგ კი არ იქნება სიტუაციის გადარჩენა. მელია უნდა დაიჭირონ, გირჩი ჯაფარა უნდა დაიჭირონ, ხოშტარია უნდა დაიჭირონ და რავი აი ეგენი ვინც არიან ხაზარაძეები და ბუაძეები აი ეგენი უნდა მოაშორონ პოლიტიკურ როგორ თქვა პოლიტიკურ ველს იმგაგებით რომ საზოგადოებას დაუდონ იმის ფაქტები რომ ეგ ადამიანები ამ ქვეყნის მტრები არიან პირდაპირ გაგებით და საზოგადოებას დაუდონ იმის ფაქტები რომ დღევანდელი ოპოზიციის ავანგარდში მყოფი ადამიანები ამ ქვეყნისთვის ზიანის მომტან და მტრულ საქმიანობას ეწევიან და ახორციელებენ ამ ქვეყანაში და ნაციონალური მოძრაობა გაასამართლონ დროულად. აი ეგ იქნება ის ნაბიჯი, რის შემდეგაც დაიწყება ადამიანების ერთმანეთთან ისევ ცივილიზებული ურთიერთობა და რის შემდეგაც დარჩენილი
ადამიანები და პოლიტიკური პარტიები, ვინც იქნებიან, მიუხედავად თავისი გემოვნებისა და აღქმებისა და რაღაცა აზრებისა, ერთმანეთთან დაიწყებს დიალოგს და პოლიტიკის კეთებას. პოლიტიკა ხო არ არის ეს ჩხუბი და ქვებისროლა, ეგ არის ომი და ბრძოლა და აგრესია. პოლიტიკა არის დიალოგი და საუბარი და აი ამ დიალოგის გზით მისვლა მე რაღაც კონსენსუსამდე და ჭეშმარიტების დანახება საზოგადოებისთვის, ხო? ჩხუბით კი არ უნდა დაუმტკიცო ადამიანებს შენი რაღაცა სიმართლე და რაღაცა ის რომ თურმე სწორს ლაპარაკობ, ქვებისროლით კი არ უნდა დაამტკიცო, არგუმენტებით უნდა დაუმტკიცო და დიალოგის გზით უნდა ადამიანამდე დაიყვანო ის, რისი თქმაც გინდა და რა ვიცი, ვინც ხარ და რაც ხარ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა აი ამ დაპირისპირებებთან დაკავშირებით და ზოგადად აი რაც ხდება და რა ქაოსიც.